ყველაფერში მადლიერნი იყავით, რადგან ეს არის თქვენ მიმართ ღვთისნება ქრისტე იესოში. რაც უფრო ღრმად ვწვდებით ღვთის სიყვარულს, უფრო მადლიერნი ვხდებით. მადლიერებით უნდა იყოს გაჟღენთილი ჩვენი ცხოვრება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბიბლია გვეუბნება. ყველაფერში მადლიერნი იყავით და არა ყველაფრისთვის, რადგან ამათ შორის დიდია განსხვავება. მადლიერნი ვერ იქნებით იმ ცუდის, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში, რადგან ყველაფერი ღვთისნება როდია, რაც ხდება ამ ქვეყნად. ქვეყნიერებაზე ბევრი ბოროტებაა და ამისთვის მადლობას ვერ გადაუხდით ღმერთს. თუმცა სამაგიეროდ შეგიძლიათ მადლობა შესწიროთ მას ამ ბოროტების შუაგულში მყოფებმა, რადგან უფალს შეუძლია, რომ ყველაფერი სასიკეთოდ უქციოს თავის შვილებს. ყველანაირ სიტუაციაში შემიძლია ღმერთს მადლობა უთხრა იმისთვის, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს, რომ მის ხელში უსაფრთხოდაა დაცული ჩემი ხსნა, რომ ის მარადისობაში ადგილს მიმზადებს და რომ ის არასდროს შეწყვეტს ჩემს სიყვარულს. ჭეშმარიტება ისაა, რომ ასობით მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ მადლიერი ვიყო ყოველთვის, თუნდაც გარემოებები ერთი შეხედვით სულაც არ იძლეოდეს მადლიერების არავითარ მიზეზს.